როგორც ხალხს და მამაკაცს ვთქვათ, უყვართ ერთმანეთი, შესაძლოა ასევე უყვარდეთ ერთსქესიან წყვილებს ერთმანეთი. რატომ ითვლება ეს ცოდვად? არა, სიყვარული ცოდვად არ ითვლება. ცოდვად სხვა რამე ითვლება. თემა ძალიან მტკივნეულია, რამდენადაც დიდი გამოხმაურებები ახლავს ხოლმე ამ ყოველივეს და როგორ უნდა უყურებდეს ამას ეკლესია. პირველ რიგში, რაც შეკითხვაც გამიგია ახალგაზრდებისგან, მათ შორის ჩემი შვილისგან, სულ ახლახან მკითხა, რომ ასეთი პიროვნება რომ მოვიდეს ეკლესიაში, რას იზამ? რას ვიზავ და ხელგაშლილი შევეგებები. აუცილებლად, იმიტომ რომ ეკლესია ესე უნდა დაინახოს ამ საზოგადოებამ, როგორც სამკურნალო საშუალება. ეკლესია როგორც სულიერი საავადმყოფო, რომელიც ცდილობს, რომ დაკარგული კავშირი აღდგენინოს ღმერთთან. და ადამიანი, რომელიც აცნობიერებს, რომ ავად არის, ის მიდის საავადმყოფოში. რომელიც ამბობს, რომ არაფერი არ მჭირს, ხანდახან იძულებით მიყავთ საავადმყოფოში და შეიძლება შედეგი ან დაუდგეს, ან არ დაუდგეს. მაგრამ მთავარი რა არის, რომ შენ უნდა გქონდეს განცდა იმისა, რომ რაღაცა ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს ჯანსაღ ადამიანში.